მოგესალმებით მეგობრებო. გამარჯობა. დღეს განხორციელდა სამთავრობო ცვლილებები. ბოლომდე განხორციელებისთვის საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება პარლამენტში კანონის განხილვა და შემდეგ მიღება, თუმცა ეს პრობლემა არ არის, დრო უნდა გარკვეული. სამივე ფიგურანტს აი ამ ცვლილებებისა წარმატებას უსურვებ, კარგი კანდიდატურებია და მხოლოდ გაუმჯობესებს ქართული ოცნების მუშაობას ეს ყოველივე. დავისთავოთ. ეხლა ვილაპარაკოთ იმაზე თუ რა დღე იყო გუშინ დღეს უბრალოდ დღეს არის წლისთავი 14 წლისთავი ქართული ოცნების შექმნისა. მე მახსოვს ეს დღე, მე მაშინ ფილარმონიის დარბაზში ვიყავი. მე ვერ ვიტყვი რომ ყველა ფიგურანტი წესრად მოიქცა, ვინც იყო და ვინც დაარსა თუნდაც ოცნება. მაგრამ თავისთავად იდეა ახლა არ დასულა და განვითარდა და ხორცი შეისხა. ერთი რამე მინდა აღვნიშნო. თქვენ გაქვთ ალბათ თუ არ გაქვთ, კარგი იქნება თუ თვალ გადავლებთ ბიძინა ივანიშვილის პირველი, მეორე, მესამე საპროგრამო სიტყვები, რომელიც დაბეჭდილია ეს ეპისტოლარული ჟანრის ამბავია. და საოცარი იყო, რაც მაშინ დაწერა, როგორც აღწერა და როგორც განავითარა იმ კაცმა, აი ესე მოხდა, ესე განვითარდა. რა თქმა უნდა, გარკვეული კორექტივები შეიტანა deep state-ამ ბრძოლამ, გარკვეული კი არა დიდი, მაგრამ გენერალური ხაზი სწორედ ესე განვითარდა. აღმოჩნდა, რომ ისეთი საფუძველი ჩაეყარა ამ ბიძინა ივანიშვილის პარტიას, მე ესე ვიტყვი პირდაპირ, ამ კაცის მიერ ისეთი საფუძველი ჩაეყარა, რომ ვერავინ ვერ შეძლო მისი დამარცხება. ბევრმა მოღალატემაც, რომელიც პარტიაშიც იყო და ხელისუფლებაშიც, მაინც აი ამ იმპულსის, წარმატების იმპულსის ჩახშობა ვერ მოახერხა. ეს იმიტომ ხდება, რომ თავისთავად ძირითადი დრიტა ესე იგი, ხო, პარტიის არის ქართველი ხალხის სურვილი. და მარტივი სურვილებია, ხო, სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფო ეს წითელ ხაზად გასდევს, ლეიტმოტივად გასდევს ქართული ოცნების მოღვაწეობას, ჰუმანიზმი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მშვიდობა. აი ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. და მართლაც აი ამ წლების მანძილზე სწორედ აი ეს სამი დიდი აი ლეიტმოტივი, სამი წითელი ხაზი გამოიტანა პარტიამ და მიაქვს და იმედი მაქვს რომ კიდევ 14 და კიდევ 14 წელი იქნება კარგად. ხო, რეალურად 14 წლის წინ პირველ რიგში შეიქმნა იდეა, ქვეყნის მსახურების იდეა. მაგიტომ არის ის ახლა შენ ჩამოთვალე, რომ შიგნით ბევრი მოღალატე გამოიარა, მრავალწირო არამგარდანახაზი არის. ქართული ოცნება, იქიდან გამომდინარე, რომ იყო შიდა ღალატი, იყო გარე მოღალატეების გამუდმებული თავდასხმა, იმაზე გაცილებით უფრო ძლიერი ძალების, ვიდრე შეიძლებოდა წარმოგვედგინა ჩვენ, რომ შევძლებდით გამკლავებას მათთან, მაგრამ ის იდეა, რომელთაც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ქართული ოცნება და ის რომ დღეს თავად წარმოადგენს აგრეთვე ქართულ ოცნებასაც, მას შემდეგ რაც ისევ შემოვიდა ის პოლიტიკაში, ეს არის იმ იდეის უტეხობის და მუდმივი განვითარების აუცილებელი საფუძველი და წინაპირობა, რომელზეც დაყრდნობილია ის, რომ ეს არის პირველ რიგში მშვიდობის იდეა, ეს არის განვითარების იდეა, სტაბილური ცხოვრების იდეა და იმ ქვეყნის მოყვარულ მამულიშვილებზე ორიენტირებული სახელმწიფოს იდეა, რომელსაც ატარებს თავის თავში და რომლის გეზისთვისაც არ გადაუხვევა და იდეაში ესაა ხო მთავარი იდეალები, რომლებსაც დაუჭირეთ ჩვენ მაშინვე, როგორც კი გამოჩნდა ასეთი ალტერნატივა მხარი და დღემდე ამიტომ ვუდგევართ გვერდში და არც დაგვიშვია მსგავსი რამ, რომ გადაგვეხვია ამ გზით. კი ბატონო. მეგობრებო, მოდით ახლა მაგარი გადასვლა გავაკეთოთ და კაი რაღაციდან ქაქზე გადავიდეთ. ო, საინტერესო. კაია კალასზე, მეგობრებო. კაია კალბასი. კაია კალბასი, კი ბატონო, სავსებით მართლა. ხო. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენი მიდგომა ამ საკითხისადმი ძალიან მკაფიოა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღევანდელი დისკუსიების უმეტესი ნაწილი სომხეთსა და აზერბაიჯანს დაეთმობა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა. ის გზა, რომელსაც ისინი დაადგნენ, ოპოზიციის
რეპრესიები, მედიის შეზღუდვა და მიღებული კანონები ჩვენთვის მიუღებელია. ამიტომ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესის დანახვა. დავიწყოთ მედიის შეზღუდვიდან. კაია კალბასი რაზეც საუბრობს, მედიის შეზღუდვა ცადეს რეალურად თვითონ, როდესაც ჯერ ბრიტანეთმა დაასანქცია პოსტები და იმედი და შემდეგ თვითონ დაიწყეს საუბარი, რომ ახლა ჩვენც უნდა გავაგრძელოთ ეს გზა და ჩვენც უნდა დავაწევთ საქციები, არ დაუწესებიათ მართალია, მაგრამ ბრიტანეთმა ხუქნა ეს ყველაფერი მათი მეოხებით, ევრობიუროკრატიის. მედიის შეზღუდვაზე თუ მიდის საუბარი, რეალურად მედიის შეზღუდვისგან გადადგმული ნაბიჯი, რომელზეც არნაირი შედეგი არ გამოიღო ჩვენ ისევ მაუწყებლად და გაზრდილი რეიტინგი ვაქვს ამასთან. შეზღუდვის ნაწილში ესენი არიან მედროშეები მედიის შეზღუდვის. არა, ეს ერთი. დავამატებ მედიის შეზღუდვას. ჩვენი მოძმე ზომეხი ერის ერთ-ერთი ელჩი ტიტოლკუდა იგმევა რა და почему-то большой нос ეკითხება. ტიტოლკუდა ბებია და самана свой посмотри дурао. მოდი ხა პიტაბი გეტყვი ხა გამოვიყენებ ამ ანეკდოტს დღევანდელ ვითარებაში. რომელი ევროკავშირი გამუნათებს მედიის შეზღუდვით? პრემიერ-მინისტრი რო კანცლერი რო ყავს გერმანიას, პირადად რო კანონიკებს უწევს, პირადად 1000-ობით კანონიკა პირადად რო დაწერა Facebook-ში გამოთქმული აზრის გამო და 1000-ობით ადამიანს გერმანიის მოქალაქეს პირადად უჩივლა. პირადად ხო? და დაკარგა უამრავი დრო თავის პირად ხუშტურებზე. ის დრო რომელიც ქვეყნის მართვისთვის უნდა დაეთმო. აი ეს ხალხი, ეს მართლაც ეს ცენზორები ჩამოყალიბებული. საბჭოთა კავშირის ცენზორებზე უარეს ცენზორები გვანამუსებენ რაღაცა მედიის შეზღუდვას. ოპოზიციის ნაწილს რაც შეეხება, შენახა გერმანია ახსენდა, მაშინ დავჩეთ, მაგრამ გერმანიაში და რასაც AfD-ს უშვებიან შეზღუდვა ეგ არის. რუმინეთის პრეზიდენტის გამოცოცვა ვნახე ჩვენ და ჩვენი მიმართულებით ქვისროლა და რუმინეთის ქვეყანა არის რომ არჩევნები რომ გააუქმეს ის მოგებული არჩევნები წაართვეს და თვითონ დაუსვეს მერე მართველი კი ბატონო. შესაბამისად ის რომ საქართველოში არსებობს დღემდე ნაციონალური მოძრაობა ეს მე ვთვლი რომ არის ძალიან დიდი პრობლემა და შეიძლება ჩაითვალოს რომ აქამდეც იყო მისახედი ეგ საკითხი და ასაკრძალი და ეს რო ეხა დღის წესრიგში დგას არის პირველ რიგში ამ ქვეყნის უახლესი ისტორიაში სამართლიანობის დაფიქსირებისთვის აუცილებელი და როდესაც ხალხზე ლაპარაკობს კაია კალბასი ის ქართულ ხალხს ახსენებს, რეალურად ახსენებს ოპოზიციას, იმიტომ რომ მის საუბარი მიმართება მხოლოდ ოპოზიციას, ის ხარს უჭერს ოპოზიციას. შესაბამისად ის უჭერს საკუთარ აგენტურას, თვითონაც ევრობიუროკრატია აგენტურული ქსელის ნაწილი არის, ამიტომ დიდი განსხვავება იერარქიული, არის ახლა რა თქმა უნდა კაია კალბასსა და გვარამიას და მელიას შორის, მაგრამ მაინც ორივე პაიკი არის ამ შემთხვევაში საკუთარი ბატონების. როდესაც ისაუბროს რომ ქართულ ხალხს უჭერს ხარს, რეალურად ის ხარს უჭერს მხოლოდ იმ დამნაშავე ოპოზიციას, იმ უსამშობლო აგენტურულ ერთობას, რომელსაც ქვია სამწუხაროდ ცოტა ხნით ჯერ კიდევ ოპოზიცია და თუ რეალურად ქართული ხალხის მხარდაჭერაზე მიდგებოდა საკითხი, ქართველი ხალხის მხარდაჭერილი არის ქართული ოცნება, ეს უკვე რამდენი არჩევნებში გამოჩნდა? ზუსტი არ მახსოვს, მე-9. შესაბამისად თუ ნებისმიერი ევრობიუროკრატი გადაწყვეტს რომ ქართულ ხალხს მოусმინოს ქართული ხალხს არჩევანს პატივისცეს და ქართულ ხალხს ხარი დაუჭიროს ის მას სხვა გზა არ აქვს, უნდა მივიდეს მაშინ ქართული ოცნების მხარდაჭერასთან, იმიტომ რომ ეს არის დემოკრატიულ პირობებში ხალხის მიერ არჩეული მმართველი. მოაგზავნებთ ქაქი ადამიანების გამოაშკარავებას და ნიკა გვარამიას ელექტრონიკ კავშირით. ეწყვეტ თავარია ვიყოთ ბევრნი. თუ არ ვიქნებით ბევრნი, არც 4 ოქტომბერს არ იყო იმდენი რაოდენობა, როცა მთავრობა დათმობდა რაოდენობის გამო. არ იყო, არ უნდა მოვიტყუოთ თავი. ბევრი ადამიანი იყო. მე არ ვიძახი რომ ვინმეს რამე შეეშალა და ცოტა ხალხი არ მოვიდა. უყურებდით 4 ოქტომბერს ამას მოგვიანებით კითხავთ, აი რა ჩანდა. მეგონი სადაც გასაგებია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ. ის რომ თავებს არ ითვლიან, ის რომ ერთი ადამიანის პროტესტია, არ არის მეგობრებო ასე. თავებს ჩვენ თვითონვე ვითვლით ერთმანეთისას, არა თუ ბიძინა ივანიშვილი. მეტიც თავებს დასავლური მედიაც ითვლის და დასავლური მთავრობებიც. და რა უნდა?
ხო და უნდა ბევრი ვიყოდო და არა ხარ ბევრი საერთოდ მე ვიცი რომ რაღაც გარკვეული პროცენტი არის შლეგიანების მე ყველა თქვენ მომხრეზე ავადმყოფიაო ვერ ვიტყვი მაგრამ გარკვეული შლეგიანებს დაემატა რეიპისტები დღეს ნახე აი არა ვიცი მართალია ეგა რა ვიცი შიგნით ერთი ულტრა რადიკალი აქტივისტი მეორეზე ამბობს რომ დაგვაპატიურა გოგოებიო და რა ვიცი ახლა მე ბიჭის სახე ვნახე და არ გავს ეს რა ვიცი ერთი ნეშნეს აბმანჩივა ხო მაგარ დედაცვალი ხა რაც უნდა უკნიათ ერთმანეთისთვის რა კი ბატონო გვაქვს ხოლოდ მივესალმებ ამ თემაზე გვაქვს სინქრონი ჩვენ ამ თემაზე ალბის სინქრონი რატო არა გვაქვს პოსტი რო ეწერა სინქრონითაც არ მივედით რატო არ ვკითხეთ ალბი ეს ალბი ძალიან აფასნი ხალია სხვა აფასნია ხო და ანუ გვარამია რომ ამბობს თავისი თვლიანო ამითი მოუწოდებს რომ ბევრი გამოვიდეთო რომ შევძლოთ რევოლუციაო ხო ანუ ესა ხო და ნუ აი არასოდეს არ ახალ ბევრი იმიტომ რომ კიდე ხო შლეგიანების შერეკილების და არა ფიზიკა რა ხო ფსიქიკის მქონე ადამიანების რაოდენობა შეზღუდულია რაღაც გარკვეული პროცენტით შემოიფარგლება და არ გვინდა კარგი ლევან სანიკიძე გულბოს ჯუნიორი ძალიან რთულია მით უმეტეს იმ პოლიტიკური გამოცდილებით რომელიც ჩვენ 2024 წელს გავიარეთ ის ფასი რომელმაც თელმა ქვეყანამ გადავიხადეთ ივანიშვილის ამ სისაძაგლის გამო ახლა იგივე მდინარეში შესვლას კიდე რა უჭირს ეს არის უარესი მდინარე მეტი ტალახით რომ ახლა იმაში გადახტე თავით და იძახო რომ არა კაცო ნებისმიერში გადავხევ თავარი არის რა თქმა უნდა საზოგადოებრივი განწყობა რომლის ჩვენ გიჟები კი არა ვართ როდესაც ამ სკეპტიციზმს გამოვხატოთ მაგრამ თავარი არსი უნდა იყოს რომ ძალა უნდა მოიკრიბო იმისთვის იმ ჯანზე უნდა იყო რომ ამ ქვეყანაში მინიმუმ არჩევნებს აზრი დაუბრუნდეს ანუ არჩევნებში არ იღებს ეს მონაწილეობას რაღაცა ხო ჩამოაყალიბეს ჩერგორვარი უფროსი ალიანსი ჩერგორვარი უფროსი და ნიშარვარი მაგის ქვეშემდომი ეგ არის ძალიან მაგარი ეგ დაიშლება ეგ პარტია იცი რამდენ ხანში უკვე ორ კვირაში მაგრამ მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ანუ ნაცები რას ამბობენ რომ რევოლუცია თუ არ მოვაწყოთ ისე არჩევნებს აზრი არ აქვს დაიშალა რევოლუციას თუ მოვაწყობთო და ისე ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაშიო მე ისევ იმ ძველ სასაკლაო პირობებს აღვადგენთო გავწყვიტავთ შესაბამისად ყველა ვინც არ გვისწორდებოდა ამდენი ხნის მანძილზე და ვიზაც ბოღმა დავაგროვეთო აბსოლუტურ ვენდეტა რო განხორციელდებოდა და მე რო ჩავატარებთო არჩევნებს აი მან რა შედეგებსაც დავიწერთო ეგ იქნება ნაღდი აუ ძალიან მაგარი ეს არის კრაცი რო აგიღწერო გულბოს ჯუნიორის მონათხრობი ლევან სანიკიძე რომ მოვიდეს ხელისუფლებაში არა სხვა პლანეტაზე რა თავშად ჰიპოთეტიურად დაიდგმება დიდი მაციურის ქანდაკება რომელსაც ეთაყვანებიან ეს და მამამის დაინიშნება მაციურის მონასტრის ქურუმად კი არა მაციურის კულტი იქნება ხო კი ბატონო კაი აი ალბი კორიდაია გვაქვს სხვა საკითხზე ნახოთ გავუშტება უკვე ძალიან წნეხი მარის ჩემზე აი გრძნობ რომ თითქოს ყოველთვის დამარცხებულები ვართ რა და იმის გამო ყოველთვის გრძნობ ამას რომ დამარცხებულები ვართ ჩემში იღვიძებს აი ეს აგრესია არის რა მაწვევა ძალიან 2-3 არა ერთი გამარჯვება მითხარი ბოლო პერიოდიდან არ მახსოვს რომელი გამარჯვება ან რომელი გამარჯვება ხო არა არ მიყვარს დამარცხება და აი რაღაც თუ გამარჯვებაზე ვილაპარაკეთ მარცხდებით სულ ეს ბოლო პერიოდი და კიდე ეს ბოლო პერიოდი რომ მარცხდებით მანამ როდის იგებდით და მაგას გეუბნები მანამ იყო თქვენი მოგებული არავის არ უნახავს და თქვენი მოსაგები თავიდან არის მოსაგები ანუ ხო ხდები არა რას ამას ბოლო პერიოდი მარცხდებითო და როდის იმარჯვებდნენ ანუ როდის იყო მათთვის გამარჯვების დრო ნუ ეს ალბი კორიძაია ხს როგორ გამოთქვამს იმის მიხედვით უნდა მიხვდეთ მის სულიერ მდგომარეობას და მაგიტომ მეშინია რამე არ მოუვიდეს ბერდიეს იჭინა ვინ არის უკაცრავად გახაროიდი კი ბატონო გაუშვით ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ 4 ოქტომბრის მერე თუ ვინმეს კრამიტები აქვს დალეწილი არის ოპოზიციის ეს ნაწილი ეხა ობიექტური რეალობა არის ეს ხალხო ანუ არ შეიძლება ეხა რაღაც საკუთარ შესაძლებლობებს განსხვავებულად აფასებდე 4 ოქტომბრის მერე ოპოზიცია დაზიანდა და ამ ოპოზიციის ამ ნაწილმა აი ამ ზიანით აი ამ არჩევნებით ფეიქ რევოლუციით და არჩევნებთან ის იდეასთან დაპირისპირებით ყველა დააზიანა ჩვენი პოლიტიკური პარტიაც დააზიანა და საკუთარი პარტიები დაანგრიეს აი ობიექტური რეალობა ეს არის ემა საკუთარი პარტიული უჯრედი რეგიონებში გაანადგურეს
თუ უჯრედი გაანადგურეს, ციტოპლაზმა ხო დარჩა იმ უჯრედიდან. წაისვან ტანზე. აი, გამოვავლინე ჩემი ბიოლოგიის. ხო, აქ არაფერი არ არის დასაკომენტარებელი. ხუხაშვილი, რომელიც არის როგორი ექსპერტი, იცი? მე იცი რა ვაი და რახან გავუშვით პარემ რაღაც კომენტარსაც გავაგებ. სად არის ამათი ბელადი? ბოლი გერმანიაში. არა, ფიზიკურად ვიცით რომ პლეტი აქ აწეული და გერმანიაშია, მაგრამ სად არის ან კომენტარს რატო არ აკეთებს, ან ოპოზიციურ მედიებს რატო არ ერთვება, ან ბოლოს სტატუსს მაინც რატო არ წერს. ამ კაცი რომელსაც პრეტენზია აქვს რომ ქვეყანა უნდა მართოს, ის ადამიანი სად არის და რატო არ ეხმაურება არანაირ მიმდინარე თუ არა მიმდინარე მოვლენებს. კარგი, რა პრეტენზია აქვს, მაგას არაფრის პრეტენზია აღარ აქვს. всё, ადრე ფათაშორის ერთვებოდა კიდე და ეხლა ცოტა დაიკიდა. ბოლი რა. გია ხუხაშვილი, ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად ცდება. ჩვენ ესეთი ანეკდოტიას არსებობს ასევე სტალინზე. დღეს ანეკდოტების დღეა, ხო? ამინდის პროგნოზის ხელმძღვანელს ეკითხება სტალინი, რამდენი პროცენტია რომ თქვენ გამოისნოთ ამინდიო და 40-იო და მე პირიქით თქვით 50% იქნება. შესაბამისად ხუხას პროგნოზს რო უსმენ, პირიქით უნდა თქვა, პირუკუ უნდა იფიქრო. 120 გრადუსით შეხედოთ ეგრევე. აბა გაუშვათ. წავიდა. ანუ ფაქტობრივად სისტემის თლიანად გადატვირთვა გჭირდება ჩვენ ოპოზიციაში, როგორც ჩანს. მე რომ ამას ვამბობ, ძალიან ბრაზდებიან ხოლმე ოპოზიციონერები, აი მეც ერთი ადამიანი ვარ და შენც ერთია და გამოდი და შენ თვითონ ამას მე უნდა ვიაფშო. მე ვიცი ჩემი ადგილი, ხო? მე არა მაქვს ის თვისებები, რაც პოლიტიკოს სჭირდება. ამ ადამიანებს რომლებიც ესე პასუხობენ, რა გონიათ, იცით რომ პოლიტიკა პროფესია არ არის. რომ ნებისმიერი ადამიანი აი მოდი შენ პოლიტიკაში გეპატიჟებიან და მე რომ ვიცი რომ არ შემიძლია, ამიტომ არ მივდივარ პოლიტიკაში, ხო? მე ვიცი ჩემი ადგილი და იმ საქმეს ვაკეთებ, რაც უნდა. ხო, ეხლა ხუხაშვილმა რომ თავისი ადგილი იცის, არ იცის აშკარად. არასოდეს არ იცოდა ხუხაშვილმა თავისი ადგილი, ხუხაშვილს თავი ეგონა კიტრი და ამის გამო წააცალეს კიდევაც ჩემ საყვარელ საბჭოთა კომედიას დავაციტირებ და Тётенька, ваше место возле параши. Они кажется ли вам, тётенька Рашваши? Джетмени удачи. Ара ли вообще тётенька? Они кажется ли вам, Микола Питерский, ეუბნება ამას. Они кажется ли вам, что ваше место около параши? რატომ ახსოვს тётенька? არა, тётенька კამერაში ხდება. ვიცი რომ კამერაში ხდება, დამცირების მიზნით მე მახსოვს რომ ეუბნება тётенька. არა, тётенька არ არის. აი, შევამოწმოთ ეგ მე. კი ბატონო. კაი, თენგო არ გვინდა ხო თენგო არა ის უსაწყენია ხო თენგო ჯანგო მაინც იყო თენგო რო გადავიღოთ ჯანგო ისა აკუსწორი რო გადავიღოთ ფილმი თენგო ძალიან ცუდი ფილმი იქნება არაფერი არ ხდება ფილმში ხო სულ უნდა იყოს ბნელი კადრი არც არის და კავკასიის ლოგო არც არის უნდა კავკასიის ლოგოც უნდა იყოს რომ კავკასია პროდაქშენი წარმოგიდგენ და ვერ უნდა იყოს დავიდა კუბრაძე ხოდა თქვენ აი რა თქვენ თქვენ რატომ ვერ ქენით ეს ვერც 2024-ში რაიმე გარღვევა არ გვეყო 25-ში არ გვეყო ძალისხმევა 2024-ში ამიტომ ვერ ვქენით რომ არ გვეყო ძალისხმევა არ გვეყო იმიტომ რომ ხელისუფლება რომელიც არის ავტორიტარული თუ გინდა დაამარცხო ის უნდა დაამარცხო დიდი უპირატესობით არასწორი კამპანია ჰქონდათ ფიქრობ მე არ მგონია ჩვენ არასწორი კამპანია კაიგე ბიჭო დიდი უპირატესობა არ ქონდათ პატარა უპირატესობა ქონდათ დაჯეს საშუალო უბრალოდ დიდი არ ქონდათ, და მაგიტო ვერ მოახერხეს. ამას პატრონს ამას, ვაი. ჩუჩუც უპირატესობა. ჩუჩუც ხო და არ შეიძლება დიდი უნდა ქონდეს. გიანოდია. სანამ ერთზევ გიანოდეს ამ გავა პირველივე ტიპი. რა მაგარი სახელი და გვარი. ეს რატო არ გაუშვი? მინა. კიასტუტის ბუდრისი. გაუშვი, ბატონო. ეს არის კიასტუტის ბუდრისი. ლიეტუ არ არის, ეგ არის ლიტვა. ჩემთვის იქნება ეგ ქვეყანა ლიტვა. ბიჭო, ვიცი კიასტუტის ბუდრისი, რატომ მოგვიწოდებს რამეს, ბიჭო? კაი, ეხლა შეიძლება შენი გვარიც არის ეს რომელიმე. ხო, მე ხო არ მოუწოდებ, მე ლიეტუას როგორი მოქმედოს. ის მოგიწოდებს. თავის შიდა პოლიტიკაში. ისე რა შორის. ძალიან არასწორი რომ ჩვენ არ მოუწოდებთ რაღაცეებს. ო, უნდა დავიწყოთ. სადაც კიასტუტის ბუდრისი მოგვიწოდებს რაღაცას, ეხლა რა პრობლემაა? ლატვიას უნდა მოუწოდოთ რომ ბევრი სპორტი გამოუშვას. რუმინეთს რუმინეთს ბოშებს თავი დაანებონ. ხო, ბოშებს თავი დაანებონ რა. ვაფშე არაფერი. თავი დაანებონ მაიმუნობას და არჩევნების გაყალბებას. დრაკულა გამოუშვა. დრაკულას ხო, ექსპლუატაციას. გაუშვათ, აბა? კიასტუტის ბუდრის მოусმინოთ.
ჩვენ დავაგვიანეთ. ერთი წლის წინ ლიეტუვამ უკვე შემოგთავაზათ ეს სანქციები ისევე, როგორც ჩვენ ეროვნულ დონეზე დავაწესეთ ისინი. სწორი იქნებოდა მათი ევროკავშირის დონეზე მიღება. დღევანდელ სიტუაციას რომ ვუყურებთ, ერთი წლის შემდეგ დემოკრატია საქართველოში კიდევ უფრო მეტად უკანიხებს. ეს არის შედეგი. ჩვენ ძალიან დავაგვიანეთ და ძალიან ნელა ვიმოქმედეთ. ასეთია მოცემულობა. ამიტომ ახლა მაინც უნდა გადავდგეთ ნაბიჯები. საქართველო კანდიდატი ქვეყანაა. ეხლა მთავარი პრობლემა ამ ბალტიისპირეთის პრიბალტიკის ქვეყნების არის შემდეგი, რომ არ არიან დარწმუნებული იმაში, რომ ნატო რომელიც სულს ღაფავს რუსების აგრესიისგან და შეჭრისგან დაიცავს. შეგახსენებთ, რომ ძალიან დიდი პროცენტი მოსახლეობისა ამ ქვეყნებში განსაკუთრებით ესტონეთში და სხვა ქვეყანაშიც, მაგალითად რიგის მოსახლეობა დედაქალაქის ერთ-ერთი ქვეყნის არის რუსული. რუსები არიან, რუსები ცხოვრობენ, რუსების აშენებულია ბევრი რამე იქ. ანუ ბალტიისპირელთა ინდუსტრია არის რუსების აშენებული. და ნუ ყველა არ წამოვიდა, ზოგი დარჩა. შეგახსენებთ, რომ პრობლემა აქვს ის, რომ შეიძლება რუსეთი თავს დაეცხადოს და შეჭამოს რამოდენიმე დღეში, ეს არ არის უკვე. ამიტომ უნდათ რომ ცეცხლი დაინთოს აქეთ ხარეს, რომ რუსების ყურადღება იყოს აქეთ განმარტი. ძალიან მარტივი და დეცკი მათის ჩასმა უნდა ჩვენთვის, მაგრამ რა თქმა უნდა არ გამოვა. რა თქმა უნდა არის არსებობს არანაირი ვარსკვლავური კონსტელაცია, რომელიც საქართველოში დაუშვებს ისეთ მომავალს, რომელიც სურს კიასტუტის ბუდრის. კიანოდია გავშვით. ძველი ოპოზიცია თუ რაღაც ახალი რაღაც თეცხელზე შემოჯდარი ქარიზმატული ლიდერი, რომლის სახელ და გვარი არ ვიცით, როგორც ალბათ 2023 წელს ალბათ უნგრეთშიც ვერავის ვერ წარმოედგინა, რომ ეს რაღაც ერთ-ერთი მინისტრი თუ რაც იყო ორბანის ხელისუფლებაში გახდებოდა ორბანის ასე ვთქვათ ორბანზე გამარჯვებული. ნუ ზოგადად ისეთ ვითარებაში ვართ, როცა გვიჭირს ოპოზიციის გამარჯვების წარმოდგენა. ხო და რა, გვიჭირს წარმოდგენა და დაჭი კიდე არ წარმოიდგინე. ის სხვა შორის დღეს რაღაც ვერ ვიტყვი რომ ამათ თვითრეფლექსიის უნარი აქვს და შესაბამის თვითრეფლექსიის დღე აქვს თქო, მაგრამ რაღაც დააფიქრა რაღაცა მგონი, როგორც ჩანს. ხო, ჯესეთ 14 წლის თავია მათი დაუძინებელი მოწინააღმდეგის მტრის დაარსების. ქართულ მოწინააღმდეგეს ესენი შანთით, შანთით არა. ეხლა რომ ამბობ არანაირი შანთით. ლამაზად მართლაც რომ დემოკრატიულად ამოკვეთა. ბატონმა ღიამ თქვა ძალიან საინტერესო რაღაც, რომ ჩვენ წარმოდგენაც კი გვიჭირსო გამარჯვების. ანუ ის კი არა რომ ამათი ყალბი ნარატივი ხო გახსოვს რა არჩევნებამდე 4 ოქტომბრის ცვენა რევოლუციამდე და ასე შემდეგ რომ ჩვენ ვიმარჯვებთ, ხალხ ჩვენთანა, ხალხ ჩვენ ხარესა, ჩვენ მეტნი ვართ, გამარჯვება ჩვენია, საჯდომით მებრძოლ მოუბარმა ჯაფარიძემ რომ გამოაცხადა დებილის სახით რომ აი გახარეთ ამდენხანია მინდოდა მეთქვა და დამარცხდა ქართული ოცნებრივი არჩევნებში. სხვათა შორის და უკვე ხვდები სადამდე მივიდნენ, რომ წარმოდგენაც კი აღარ დაშვე თეორიულ დაშვებასაც ვეღარ ვაკეთებთო ბიჭო. ფანტაზიაც აღარ ყოფთისო, იმისთვის რომ ეგეც სისულელი წარმოვიდგოთ, რაც იქნება ჩვენ ვიგებთ არჩევნებში. treba 15 წუთიანი ბედნიერების. ენდი ვორხონმა თქვა ეს და დღეს ისე როგორც არასდროს დღეს ეს მოწოდება გენიალური არტისტის ძალაშია, იმიტომ რომ პოპულარობის. პოპულარობის. ხო, პოპულარობის, ხო. 15 წუთი პოპულარობის, ანუ აი როცა ისინი გამოდიოდნენ და სანამ ახლა 10 წუთი იყო ხო ეს მითი ჩოჩკოლი რომ გაიმარჯვეს და ყველა ერთმანეთს რომ ულოცავდა ეს 10 წუთი აი ამას მიაღწიეს ყველაზე მეტად მე მგონი ამ ადამიანს. ეს ხო მათი სუპერ მიღწევა. ო, ანუ ეს გააკეთეს აბსოლუტურად ყველა არჩევნებზე. ეს ბოლო ყველაზე მეტ მაგარია. კი, მაგრამ მე მახსოვს ერთი მე მგონი ეგ არის 24 საპარლამენტოა ან 20 საპარლამენტოა, სადაც დგანან და მას უდუმაშვილი ჯერ კიდე პოლიტიკაშია, მელია სვაბოდაზეა და ეს დგანან ეს რეიპისტების ბრბო და კარჩე აღნიშნავენ ამ იმას რა თვითონაც რო იციან ტყუილ რაღაცას აღნიშნავენ რა და სხვა შე მელია ისეთ სახით არ ვიცის რომ არაფერი არ მოუგიათ და ესეა და მან და არის ძმაო გია ბარამიძე აკეთებს მაგარი როჟებსკერას ხო ანუ რავი ეგ უნდა დარეგისტრდეს OnlyFans-ზე ძმაო და აი მაგარი იმენა გოგოები იქ მაგას რომ ასწევენ რა
ისე ნავსოსპასობნი გოგოები, მილიონებს შოულობენ. ეგ მაგ ექსპრესიებით, მაგ იმიტირების უნარით, მაგ ცრუ ემოციების ჩვენებით ბევრს მიაღწევდა. ორგაზმის იმიტირება უფრო რეალია ალბათ, ვიდრე გრანდიოზული სიხარულის. გამარჯვებით, გამოწვეული გრანდიოზული. დიდი მადლობა მეგობრებო. კარგად ვთანდებოდეთ ჩვენ ეს ხვალ. ხვალამდე ნახოთ.